თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო 6 თვის განმავლობაში გაუმჯობესდა თუ გაუარესდა? გაუმჯობესდა. ხელფასი გაგეზარდათ? ხელფასი გაიზარდა, სიტუაცია ისეთია, მშვიდობიანი, ნორმალური და ყველაფერი ისე. სად მუშაობთ? ორსად. არ მუშაობთ და ხელფასი გაგეზარდათ? შემოსავალი გამიზარდა. და აი რა საქმიანობთ, რითი ხართ დაკავებული? ჩემი მუშევარი ხართ ხო? მუშევარი, მაგრამ ფულშოული. ასე მხოლოდ ქართული ოცნები საქართველოში ხდება. შეიძლება იყო უმუშევარი და მაინც გჯეროდეს რომ ხელფასი იზრდება. ასე მუშაობს პროპაგანდა. ადამიანებს აჯერებენ რომ ქვეყანა წინ მიდის. ეკონომიკა ყვავის და ხელფასები იზრდება. მერე რა რომ მათ ცხოვრებაზე ეს საერთოდ არ ისახება. მათ სჯერათ, რასაც ისმენენ, შემდეგ სხვებს უყვებიან და ცდილობენ ისინიც დააჯერონ რომ თუ შენ გიჭირს, ეს არ ნიშნავს რომ ქვეყანაში გაჭირვებაა. მე მაგალითად კმაყოფილი ვარ ჩემი მდგომარეობით. აი პროდუქტების ფასებზე მინდა კითხო. რაც მაქვს იმითი გავდივარ იოლა. სუპი მაქვს სუჭა, მივირთმევ. რა ვიცი ახლა. სოციალ-დაუცველი ოჯახი ხართ ხო? კი. პროპაგანდა თვეებია, მითებს, რეალობა და ასაღებს და ეს მუშაობს. ქუჩაში ჩვენ ქართული ოცნების მხარდამჭერები გამოვკითხეთ. ყველა ამბობს რომ ბედნიერია. არარსებული ომის საფრთხის თავიდან აცილებით. მაგრამ როცა ეკითხები, საიდან მოდიოდა ომის საფრთხე და ვინ გვიპირებდა დაბომბვას, ეს უკვე აღარ იციან. ომით ვინ გვემუქრებოდა ეს მითხარით? საშიშროება არ არის შვილო? აი, სად გაიგეთ ეს რომ საშიშროება? რაში მიმუქრება რუსეთი? სად არის უკრაინა? აღარ არსებობს უკრაინა. კი, უკრაინა არსებობს. რეჟიმი ასე მუშაობს. გამოიგონებენ ყველაზე დამაშინებელ ამბავს ხალხისთვის. შემდეგ ამბობენ, რომ ეს საფრთხე ქვეყანას აარიდეს და მოქალაქეებს აჯერებენ, რომ ამითაც კმაყოფილები უნდა იყვნენ. მერე რა რომ მათი უმთავრესი პრობლემები არსად გამქრალა და ისევ აწუხებთ მაღალი ფასებიც და უმუშევრობაც. აი თქვენი ოჯახის მდგომარეობა ბოლო 6 თვის განმავლობაში გაუმჯობესდა თუ გაუარესდა? საშუალო ქვეყნის მდგომარეობა უკეთესდება და უკეთესდება ქვეყნის მდგომარეობა, ამის თქვის საფუძველს რა გაძლევთ? სტაბილურობა ის რომ ომი არ არის და რაკეტები არ დაფრინავენ. აი რატომ უჭერთ მხარს ქართულ ოცნებას? აი რატომ მოგწონთ ირაკლი კობახიძე? შეგიძლიათ მითხრათ? იმიტომ რომ გენიოსია. კობახიძეა გენიოსი? კი. პიროვნულადაც ვიცნო პირადად მე ირაკლის. ეკონომიკა არის აი პიკი რა, უმაღლესი პიკი დღესდღეობით დღევანდელ ცხოვრებასთან სოფლიოში შედარებით. გამძიმია რა, ყველაფერი კარგადაა. კარგად არის. კი, აბარა. აი თქვენს გარშემო ბევრი ადამიანია, ვისაც არ უჭირს, ვისაც არ აქვს პრობლემა რომ საკვები იყიდოს მაგალითად? ვის უჭირს? ქუჩის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ხალხი, ვინც თვეების განმავლობაში ფსევდორეალობაში აცხოვრეს, რეალური პრობლემების იგნორირებას ცდილობს. ადამიანებს გულწრფელად სჯერათ, რომ ომის საშიშროება იყო. ივანიშვილის პარტია მაარიდა და ახლა გაჭირვებაც უნდა მოითმინონ. გართულებული ცხოვრება და გაუთქმაგებული ფასები, როცა შიმშილობენ ბავშვებიც და მოხუცებიც და როცა ჭირს წამლების ყიდვაც და სამედიცინო სერვისების სარგებლობაც. ღმერთმა მშვიდობა და ჯანმრთელობა ახანა. აი ეს არის მთავარი. და ვიყოთ თუნდაც გაჭირვებაში? ხანდისხან თუ დაჭირდა ქვეყანა, ის გაჭირვებას უნდა ავიტანოთ. ეს მამაკაცი პენსიონერია. მის პენსიას დაახლოებით 30 ჯერ აღემატება ქართული ოცნების ერთი ეგრეთ წოდებული დეპუტატის ხელფასი. და ასჯერ უფრო მეტად სავარაუდოდ არალეგალური კორუფციული შემოსავალი, რომელიც მმართველი ელიტის წარმომადგენლებს საჯარო წყაროებში მითითებული არ აქვთ. პური არ არის, მაგრამ რეჟიმი ყოველდღიურად ქმნის სანახაობას. ახლა კიდევ ერთი პენსიონერი გვიყვება. როგორ ყვავის თურმე ევროპაში კორუფცია? ინგლისში მთავრობას რომელიც არსებობს დღეს და არის არა აქ მინუსები ძალიან ბევრი. ამერიკის შეერთებულ შტატებში რა იყო და როგორ იყო? რა დავინახეთ? და ევროპაში რა არის? კორუფცია, დახანებული, ლეგალური და არალეგალური. იქნება ნამდვილად. როგორ ხედავ, როგორც ამას გააჩნია. ელიტურ კორუფციას ბატონო, ქართული ოცნების ლიდერები დიდრდებიან და ხალხი ახლა ქართული კლება იქნება იმ კორუფციის თანდათანობით, ხომ? აი ეს არის ჩემთვის ძალიან მისაღები. 13 წელი გავიდა ბატონო, 13 წელში რით ვერ შეამცირეს კორუფცია? რა ვერ შეამცირეს? რატომ ვერ შეამცირეს? რა, სად არის კორუფცია?
საიდან იგებენ ამბებს, რომელიც რეალობისგან ასე შორს დგას? ვინ არწმუნებს მოქალაქეებს, რომ თავარია მოისმინო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ინფორმაცია და თუ ის შენზე მაინც არ აისახა, სიტყვაზე უნდა ენდო და დაუჯერო. მე ტელევიზორს არ უყურებ იმედის გარდა და რუსთავ დაუწყე ახლა ყურება. ეს ქალბატონი თბილისში, ჭიათურიდან ჩამოვიდა. ავტოსადგურის ყოფილი თანამშრომელი ბიძინა ივანიშვილის პარტიის დიდი გულშემატკივარი. მოძალადე პოლიციელებისა და სპეცრაზმელების დამცველი და პროპაგანდის ტყვეობაში მოქცეული კიდევ ერთი ადამიანია. ახლა გვიხსნის, რატომ უყვარს ქართული ოცნება. სურათები ნახონ, ვინაც არ იცის, შვილები რომ მოუკლეს, დედას ისიც ნახოს. ხო და მე ქართული ოცნების მმართველობის დროს იცით რამდენ ადამიანს მოუკლეს შვილი? ვის მოუკლეს? ძალიან ბევრ ადამიანს. მე რატო ვერ გამეიღეთ ხმაი მაშინ ახლა რო ამბობ? თქვენ არ უყურებთ ტელევიზორს? ტელევიზია რომელი? უკანონო პატიმრების ამბავი გაგიგიათ? უკანონო პატიმრები რა არის? ქართული ოცნების მხარდამჭერს არ ესმის, რატომ არიან აქციებზე დაკავებულები პოლიტპატიმრები. ამას თავისი მიზეზი აქვს. ქალს თვეებია უყვებიან, რომ ციხეში ჩასმული მომიტინგეები, დამნაშავეები და მოძალადეები არიან. აბა ის იყო კარგი რომ მიუშვეს მილიციას ის ფეხებში და მილიციამ ხალხს რა უქნა ეგნა? არაფერი, მეტი უნდა ეკნა. აი ხა მინდა რომ ფოტოები გაჩვენოთ. საზმარგარეთ მომისმინე რა გითხრა, კლავდნენ იმას მისულებს აქციაზე. ეს ამბები სად გაიგეთ ქალბატონო? ვინ გეუბნება ამას? არა, შიში, დაღლილობა, იძულებითი მადლიერება, ყველაფერი ერთად იკითხება იმ ადამიანთა სახეებში, ვინც სიღატაკეში ცხოვრობს. მოქალაქეებმა დაკარგეს განცდა, რომ უფლება აქვთ მოითხოვონ უკეთესი პირობების შექმნა, უკეთესი ჯანდაცვა და ღირსეული ცხოვრება. ისინი შეაჩვიეს აზრს, რომ მეც არ იმსახურებენ, მაგრამ საბედნიეროდ პროპაგანდა ყველაზე არ მუშაობს. დიდმა ნაწილმა იცის, ვის უნდა მოსთხოვოს პასუხი მის გაჭირვებაზე. ეს ეკონომიკა ყვავის? გადაყვავებულია. აი რას გულისხმობთ? მოსაკრეჭია რა. ჩემს გარშემო ყველას უჭირს. აი ბაზრის შესაძლებლობაში მიბრძანდით. ჩვეულებრივ ქათმის თავფეხი იყიდება. რომელსაც საკმაოდ იყიდებენ ადამიანები. აი სამგორის ბაზრის შესაძლებლობაში. აგერ გეუბნებით სადღაც 100 მეტრში. იყიდება ჩვეულებრივ ლარიღირს თუ ლარნახევარი ღირს თავფეხი. ახლა სამგორის ბაზრის იმ შესასვლელთან მივდივართ, სადაც ქათმის ფეხებს და თავს ყიდულობენ, რომ წვნიანი გააკეთონ და ერთი დღე გადააგორონ. გზად ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერი გვხვდება. ისიც ქათამს და თევზს ყიდის ნავთლუღის ბაზარში. მის დახზეც ჩანს, რა ფასი აქვს დღეს პროდუქტს, რომლის ყიდვაც უკვე საოცნებო გახდა. მითხარით, მოხუცი რომ მოდის, თელ ქათამს ყიდულობს? ჩუქნი. ჩუქნი? კი. ყოჩახ, ძალიან მაგარი ქალბატონი ყოფილხართ. ალალი იყოს ჩუქნი. ყოჩახ, ძალიან მაგარია მართლა თუ ასე. მე ღმერთის მეშინე და ჩუქნი. ძალიან მაგარია თუ ამას აკეთებთ. ისე იხაროს ჩემო ოჯახმა. ხშირად მოდიან ისე მოხუცები, რომელსაც არ შეუძლიათ ყიდვა ხორცის? არ მოდიან. ხშირად არა. ვის მოდის ჩუქნი, კი. მოვაჭრე, სამგორის ბაზრიდან გვარწმუნებს, რომ დღეს უჭირს მხოლოდ იმას, ვინც ზარმაცია. ირაკლი ყობახიძეს ნამდვილად დიდი მადლობა უფალს, რომ პრემიერი გყავს ნიჭიერი. რატო ისინი ხარ, რატო? თქვენც ფიქრობთ, რომ ირაკლი ყობახიძის დამსახურებითა ახლა რომ ხალხი კარგად ცხოვრობს? ნამდვილად ქართული ოცნების დამსახურება. რატო გაჩერდი? ეხლა თქვენ გულწრფელი ხართ? ისე ვიხარო მე. ყოველ დღე ხედავთ ადამიანებს, რომლებსაც პურის ყიდვა უჭირთ და თქვენ მეუბნებით ზარმაცები არიან და ვინც ზარმაცები არ გაჩერდი შენ გაჩერდი. ვინც ზარმაცები არიან და მიტინგზე არ კოტერიალობენ? იქ რო გადიან იმას? ისინი ზარმაცები არიან? ზარმაცები არიან და არის პულის მოყვარული და საქართველოს გამყიდველები არიან. საცაგინდა თქვი ეს ეკა. მე არ შემეშინდება. თქვენ რას მიგეთ? გაჩვენეთ რომ ვის შივა მაინტერესებს. ძალიან ბევრ ადამიანს. აბა გამოვყევით. წამოდი ვიაროთ, აბა ვკითხოთ ადამიანებს. ოცნების პოლიტიკის მომხრე ექსპერიმენტის ჩასატარებლად არ გამოყვა. ამიტომ ახლა ის ამ ეთერში ნახავს რა დღეშია ხალხი. აი ფურის ვიღიდე რა
არაფერი აღარ. რა იყიდეთ ბატონო? პური. ყიდველი ყავთ? არა, დილესაკეთი ვზიო. 1 კილოც ვერ გაყიდეთ? ყველაფერი გაძირებულია შუა. დღე უმატებენ ყველაფერს მაღაზიებში. ეს პამიდერი როგორ? 6 ლარი. ეძვირეთ. კი, რა თქმა უნდა. რას ვქიდო, პენსიონერი ვარ. 350 ლარი მართ ყოველ თვე მიდის წამლებში. ეს რა არის? აპტეკში შეგვიძლია. 100,000-ობით ადამიანი საქართველოში გასამრჯელოზე ცხოვრობს. მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა და განსაკუთრებით ბაზარში, სადაც იმ იმედით მიდიან, რომ მარკეტებზე შედარებით დაბალ ფასად იყიდიან საკვებს. სულ ყველად მოვედი, აქ არაფერი არ აღმოჩნდა იაფი. საერთოდ არაფერი, ძალიან შორიდან მოვედი და იძულებული ვარ ვიყიდო, ხო, ცოტა მაინც აი გრამობით ყიდულობ მას. ძალიან ძვირია. 1 კილოც ვერ არის და რამდენი გადაიხადეთ? ეს რამდენის არის? 19 ლარი. ხშირად გიწევთ ხორცზე უარის თქმა იმის გამო რომ ძვირია? რა თქმა უნდა, ეხლა პენსიაზე რო ვართ. ძნელი ამის ყიდვა. ეკონომიას ეწევი რომ სხვა რაღაცა იყიდო. აი თვეში რამდენჯერ ყიდულობთ ხორცს? აი პენსიაც როცა ავიღებ მაშინ. ძალიან სულ დღეში ვარ, აი ხორცებს ნისიად ვიღებ, პატარა ბავშვები მყავდა. რანაირად აყვავის, მუშაობ მე, ჩემი ქმარით, ჩემი შვილებიც და არ ყოფნის ხელფასი პროდუქტი იმდენად ძვირია. ახლა ჩნდება კითხვა, თუ მართლაც ყვავის ეკონომიკა. რაზე ლაპარაკობს ეს ხალხი? და რატომ არ აისახება ეკონომიკის საყვავება პროდუქტების ფასებზე ან ხელფასებზე? მაგალითად, თევზს არ ყიდულობ ისეთ თევზს, რაც მაგალითად საჭიროა 3 ბავშვისთვის. მაგრამ აი ეს მაკარონები რო იყიდება, პაკეტების, ლარი და რაღაცა რო ღირს, აი ყველა პარლამენტმა არ აქვს განსხვავება. ისე კარგი იქნება თავის შვილებს რო აჭამონ, ჩვენ შვილებს ნუტენიან მაგათ. ის მაკარონი რომ მოხარშო, გაზდის შავი წყალი. ბავშვები რომ გამოყვებონ, ამის საშუალება არ აქვს და იძულებულები არიან აი სუპზე, კარტოფილზე, იმაზე რა ქვია, წიწიბურაზე და ამაზე გადაიყვანონ. ძესაც კი ყიდულობენ, იმიტომ რომ 4 ლარი ღირს. ახლა რო ვარ ჩვენ ასეთ დღეში არც ერთი წობის დროს არ ყოფილვარ. ივანიშვილს უნდა დამათხოვდეს ეს ხალხი. დამათხოვდეს, რომ 4-ით დადიოდა და შეეხვეწო, მე გავაერთიანე რუსეთთან. ვისი პასუხისმგებლობაა თქვენი აზრით? თავრობის, რა თქმა უნდა, ვისი უნდა იყოს. თავრობა, ეკონომიკა არ ვითარდებას გვეუბნებიან, გამოდიან, გვატყუებენ და ამ დროს არაფერი არ არის. ჩვენს მიერ თბილისის სხვადასხვა უბანში ჩაწერილი ინტერვიუები ერთმანეთის იდენტურია. გამოკითხულთა უმრავლესობა გვეუბნება, რომ წამალი რომ შეიძინონ, საკვებზე ეკონომია უნდა გააკეთონ. თუ ექიმი სჭირდებათ, არ მიდიან, რადგან კონსულტაციის ფასიც კი გასამმაგებულია. რომ არაფერი ვთქვათ სამედიცინო კვლევებზე. მე პირადად შვილო დაზღვეული ვარ. კარგი წოლში მინახავენ. ძალიან კარგი რომ არ გაქვთ ეს პრობლემა. აი მაგრამ დღეს გარშემო რა ხდება ამ ხწერეთ? ჩვენ გარშემო არის რაღაც პრობლემები, ხედავ რომ კურნალობა იაფი არ არის, წამლები ძალიან ძვირია. მოსახლეობა ხარჯების დაზოგვით ცდილობს თავი გაიტანოს. დიდი ნაწილისთვის მოგზაურობასა და დასვენებაზე ფიქრი უბრალოდ ფუფუნება. მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის არაპრიორიტეტულია ახალი ტანსაცმლის შეძენაც. ეკონომიკაზე და ხალხის ცხოვრების გამარჯვებაზე არავინ არ ფიქრობს. არავინ არც იფიქრებს, სანამ ბიზნესი გვეყოლება სათავეში. მაგას რა თქმა უნდა, კითხვა და პასუხი. ესე იგი წამალი გვიჭირს, და მე ხალხის უმეტესობას საკვები უჭირს. ყიდულობს ყველაზე დაბალ ფასიანს რაღაცას, ან შეენერგება, ან არ შეერგება. ეს არის და ვინ ფიქრობს ახლა კაი ტანსაცმელი ჩაითვალოს და ამაზე აღარ ფიქრობს ხალხი, აღარ არის უკვე ხალხი ამის ის. და გზად ისევ ივანიშვილის პარტიის ის მომხრე გვხვდება, ვინც გთხოვდა მასთან ერთად მოგვევლოს სამგორის ქუჩები და გვენახა, რომ გაჭირვება არა. ისიც ახლა ცდილობს აგვიხსნას, რატომ უყვარს ოცნება. არ მოვაჭრებს აპატიმრებდნენ მაშინ. აი ეგრე ხალხი რო იდგა, ეხლა რო იდგა გაჭირებული. მიყავდა და შუცუდ გასალდებდნენ ციხეს, სააკაშვილი. ბოლო წლებში ეს არ გინახავთ? რამდენი ბაზრობა არის? 2 დღის წინ რო ბაზრობა დაწვეს ნახეთ? მინდა. რა შენდება აქ, ამ ნახანძრელ ტერიტორიაზე, სადაც 10,000-ობით ლარის საქონელი დაიწვა, ჯერ არავინ იცის. შემიშვით რა იქნება გეხვეწე. მე თუ მოგდები თქვენ რა გეჯობეთ. მეოთხე დღეა, მოვაჭრეები.
რკინის ბარიკადებით შემოსაზღვრული დამწვარი შენობის წინ. იმ იმედით იკრიბებიან, რომ ვინმე მივა. კონკრეტულ გეგმას ეტყვის. ახალ ადგილს შესთავაზებს, რომ ცხოვრება ისევ ნულიდან დაიწყონ, მაგრამ ასეთი გეგმა ჯერ არ ჩანს. აი ხო არ არის ეს ზალი დამწვარი? ხო დავისეთ გაჩნდა თქვათ ხანძარი? მაშინ აი ისევ აღადგინონ ბაზრობა, მაგრამ ეს არ მოხდება. სხვა მიზნისთვის არის ეს. ეს არ მოხდება. ცენტრის აშენება მე არ ვიცი რა საპირებენ და მე ჩვენ კი მე როგორ მისმევ კითხვას ახლა 11 წელია ვდგავარ და ესე ნულზე დავჭი ფიტულს მიყურებ ახლა ესე რომ მიყურებ ვიცი აი ამ ნალოლიავებ ნაფერებ სიტუაციას რო უყურებ და ფერფლად ახლა ვფიქრობ ხუთში ფერფლი წავიღო სახში და მესამე სამივე დაწვის წარწერებს წავაწერზეთ სხვა დროს ვერ მოვიფიქრე ეს მეტი არაფერი არ დამჭი უნდოდენ ბაზარი პრობლემა არისო ერთი რო ეთქო რომ დასალეთ ბაზარი ეგრევე გამოვიდოდი